ყველაფერი დაგეგმეთ ბოლომდე. ძალაუფლების 52 კანონის 29 კანონი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის არხი Reverse Monday და განვაგრძობთ რობერტ გრინის ბესტსელერის კითხვას და გარჩევას. თითქოს 29 კანონი ეწინააღმდეგება 22 კანონს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის. 22 კანონში რობერტ გრინი გვეუბნება, რომ როგორც კი არის იდეა, უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. არ არის საჭირო ყველა დეტალის ცოდნა, ხოლო აქ კი გვეუბნება, რომ უნდა დავგეგმოთ ყველაფერი ბოლომდე. ყველაფრის ბოლომდე დაგეგმვაში ჩემი აზრით უკვე იგულისხმება ესე ვთქვათ პროცესი მას შემდეგ რაც დაიწყე. ანუ დაწყებას ნუ გადადებ დაგეგმვის გამო, მაგრამ მას შემდეგ რაც დაიწყე დაგეგმე თან ისე ბოლომდე დაგეგმე, რომ შენი ესე ვთქვათ საბოლოო მიზანი რაც არის დანიშნულების გათვალო რამდენად ესე ვთქვათ შესრულებადია, ან თუ შესრულდება რა შედეგებს მოიტანს, ხო? აი მაგალითად ავიღოთ კოლონიზატორები ბრიტანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი დღეს რა შედეგები მოიტანა იმან, რომ ისინი გადადიოდნენ სხვა კონტინენტზე, იპყრობდნენ სხვა ხალხებს, ასწავლეს თავისი ენა, ფაქტობრივად იმ ხალხმა, ვისაც თავისი ენა ასწავლა, დღეს წალეკა კოლონიზატორების ქვეყანა, ხო თვითონ. აქედან გამომდინარე მარტო იმ წლით, მარტო ჩვენი ეპოქით შეგვიძლია არ ვიმოქმედოთ და გავცდეთ, თუმცა რა თქმა უნდა თავით ძალიან არ უნდა დავისტრესოთ, გააჩნია მასშტაბს. ანუ რა მასშტაბის დანიშნულება გვაქვს და სად მივდივართ და მასშტაბში არ გულისხმობ მაინც და მაინც რაღაცა ილონ მასკის მარსზე გაფრენას, არამედ მაგალითად თუ გინდათ ახალ სამსახურში გადასვლა, რომელიც არის სხვა ქვეყანაში, უნდა წახვიდეთ ემიგრაციაში, ხო? კი ბატონო, მიიღეთ ეს სამსახური, მაგრამ გათვალეთ შემდეგ წლებში ეს რა გავლენას იქონიებს თქვენს ოჯახის წევრებზე, თქვენს გეგმებზე, შვილის ყოლა, არ ყოლა, სახლის შეძენა, არ შეძენა, გაყიდვა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ყველა ადამიანს ესე ვთქვათ თავისი გადაწყვეტილების ფარგლებში უნდა ჰქონდეს საბოლოო გეგმა. კანონის ფორმულირება. ფინალი ყველაფერია. დაგეგმეთ ფინალამდე მიმავალი მთელი გზა. გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო შედეგი. წინააღმდეგობა, ფორტუნის გვერდის შექცევა, რამაც შესაძლოა თქვენი შრომა წყალში ჩაყაროს და წარმატება სხვას მოუტანოს. თუ კი უკანასკნელ ეტაპამდე გათვლით ყველაფერს, თქვენთვის მძიმე ტვირთი აღარ იქნება გარემოებები და გეცოდინებათ, როდის უნდა გაჩერდეთ. ფრთხილად მიეცით გეზი ფორტუნას და დაეხმარეთ განსაზღვროს მომავალი შორეულ მომავალზე თქვენი ნაფიქრის საფუძველზე. აი აქ ისევ სხვა შორის ამ წიგნში ძალიან ბევრი არის სტოიციზმის ფილოსოფიიდან წამოღებული, რომ აიღე შენ პასუხისმგებლობა იმ მოქმედებებზე, რაც ჩვენს კონტროლ ქვეშ არის, მაგრამ ასევე გაითვალისწინე, რომ არსებობს სამყარო, ბუნება და ის თავისი, ესე ვთქვათ, დინებით მიედინება და რაღაცა ამ ორი ნაზავისთვის იყავი მზადო, ხო? ამას გვეუბნება ავტორი და სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ადამიანს არ აქვს განსაზღვრული თავის ცხოვრების დიზაინი და გეგმა და ცხოვრების დიზაინი ძალიან აუცილებელი ასპექტია ჩვენი თვითრეალიზაციის, შეგიძლიათ ნახოთ წინა ვიდეოებში, მაქვს ცხოვრების დიზაინზე ჩაწერილი ვიდეო. მაშინ ცხოვრება იქით წაიყვანს, ისე დაატრიალებს, როგორც მას უნდა რა, ანუ იმიტომ რომ ადამიანი უარს ამბობს თავის ნაწილში გადაწყვეტილებებზე, ესე ვთქვათ, აიღოს პასუხისმგებლობა. თუ არ იღებ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას, მაშინ შენი ეგო და სამყაროს ტანდემი გათამაშებს ისე, როგორც უნდა. მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ესეთი დეტალური გეგმა. მე მაგალითად მჭირდება, ეგეთი ვარ. ადრე განსაზღვრავდი შეიძლება
ერთი წლის გეგმას და მე ყოველ 3 თვეში შემდეგი 3 თვის. ეხლა განსაზღვრავ 10 წლის გეგმა და რაღაცნაირად 10 წლის გეგმა რო განსაზღვრე, შემოვიდა 30 წლის ცხოვრების მონახაზები და რატომაც არა. მე მინდა დიდხანს სიცოცხლე, მე მჯერა რომ დიდხანს ვიცოცხლებ და აქედან გამომდინარე, ჩემი გადმოსახედიდან მინდა რომ საინტერესო და სავსე იყოს ეს ცხოვრება. ამიტომ სამყაროს ვეხმარები, ესე ვთქვათ, იმ ნაბიჯების თუ გამოწვევების ჩემთან გამოგზავნაში, რაც დამეხმარება ვიარო ამ ჩემი ცხოვრების დიზაინის მიხედვით. და სხვათა შორის აქ არის ბისმარკზე საუბარი, რომ მისი სურვილი იყო, ესე ვთქვათ, პრუსიის გაძლიერება, გერმანული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ისე როგორც ესე ვთქვათ, ჰქონდა მას ხედვა ამისთვის დაიწყო დანიასთან ომი, ავსტრიასთან ომი, საფრანგეთთან აპირებდა ომის დაწყებას, მაგრამ ესე ვთქვათ, შემდეგ გადაიფიქრა ბოლო მომენტში და რატო პირველი ომი ჭირდებოდა იმისთვის, რომ ხალხი დაეჯერებინა, რომ ნამდვილად არის უკვე ეს, ესე ვთქვათ, ერი და მიწა იმდენად ძლიერი, რომ მათ გაერთიანება, დაცვა და თავდასხმა შეუძლიათ. მეორე უკვე ავსტრიისგან, ესე ვთქვათ, გამოსანთავისუფლებელად იყო ეს ომი და მერე გაჩერდა. იმიტომ რომ მისი საბოლოო ხედვა იყო ის, რომ უნდოდა ძლიერი გერმანული სახელმწიფო. მას ეუბნებოდნენ მეფეც და სხვა მინისტრები, რომ წავიდეთ, ახლა ჩვენ მოდი გავხდეთ კოლონიზატორები, ავყვეთ საფრანგეთს, იმას, ამას, მაგრამ არა. მან ეს არ გააკეთა, იმიტომ რომ შორს იჭვრიტებოდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გერმანია ყოფილიყო ძლიერი და არა ფართო და იმ ომებშიც რაშიც ჩაერთო, ანუ ესე ვთქვათ, გერმანიის გასაძლიერებლად, არა იმიტომ, რომ მიწები დაეპყრო და როგორც მახსოვს, მიწები დიდწილად არც წამოუღია, გაფართოების მიზნით არა, არამედ ძლიერი სახელმწიფოს შექმნის მიზნით. ამიტომ ბისმარკი ძალიან კარგი მაგალითია, რომ როდესაც ადამიანი ყველაფერს ბოლომდე დაგეგმავს, მერე აღარ არის, იცით, დაუოკებელი სურვილი, რომ ახალი გეგმა არ მაკმაყოფილებს ეს მიზანი, კიდე ახალი მინდა და არ გადადიოდა სხვა ქვეყნების დაპყრობაზე და შეეძლო, ნამდვილად შეეძლო, მაგრამ გაჩერდა და თავისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და მოღვაწისთვის იყო ძალიან მომგებიანი ეს გაჩერება და ასევე თავისი სახელმწიფოსთვის, ხო? და კარდინალი რიშერლიეს გამონათქვამია წიგნში და ამოვიკითხავ. გამოცდილება ადასტურებს, რომ მას, ვინც წინასწარ ფიქრობს სამომავლო გეგმებზე, შეუძლია იმოქმედოს ძალიან სწრაფად, როდესაც მათი განხორციელების დრო დადგება და ნამდვილად ხო ასეა, ჩვენ კი გვაქვს ჩვენი გეგმები, მაგრამ სამყარო ყოველთვის ამ გეგმას არ მიყვება, ან იმ, ესე ვთქვათ, დროის მონაკვეთში არ მიყვება, როცა ჩვენ გვინდა. აი აქ რაღაც უნდა მოვიტანოთ სერფერული ფილოსოფია, რომ სერფერი ზღვაში შედის დაახლოებით დროს, როცა იცის, რომ ტალღები დაიწყება, მაგრამ წინასწარ შედის და მზად არის, რომ 10 წუთის ნაცვლად 1 საათიც იყოს, 2 საათიც იყოს, რომ ტალღა, რომელიც წამოვა, რომლისთვისაც შევიდა, ხო? ამ შემთხვევაში მაგალითად ავიღოთ ეს რაღაცა იღბალი ან შესაძლებლობა დაიჭიროს. არა, ისე კი არ არის, ნაპირიდან კი არ აკვირდება და კი არ ზარმაცობს, რომ მოდი მე ნაპირიდან შევხედავ, წამოვალ, მერე შევალ და დაველოდები იქნებ მეორე წამოვიდეს. არა, შიგნით არის და ელოდება საათობით, შეიძლება ბევრი წუთი და საათი არ მოიუწიოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ტალღა რომ დავიჭიროთ, ხო? უნდა ვიყოთ ყურადღებით ეს ტალღა როდის მოდის და როდის მოდის რომ გავიგოთ, მაგისთვის უნდა ვიცოდეთ საერთოდ ჩვენთვის რა არის შესაძლებლობების ტალღა. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ, ვისაც მოგწონთ გეგმიური ცხოვრება, მიზნების დასახვა, მიღწევა, აი ეს რაღაცა ჯაჭვის შექმნა, ხო? მიზეზ შედეგობრივის. აუცილებელია, რომ ვიცოდეთ სად როგორ მოქმედებთ. როდის ეგ უკვე აღარ არის, ესე ვთქვათ, ჩვენს კონტროლის ქვეშ. თუმცა დაახლოებითი ვადები შეგვიძლია განსაზღვროთ, ხო? პირობითად მე პანამიდან საქართველოში
ვფიქრობდი დაბრუნებას იანვრის ბოლომდე. უკვე თებერვლის ბოლოა და არ დავბრუნებულ ვარ. დავბრუნდები მაგალითად მარტის ბოლომდე. მაგრამ რაღაცნაირად ესე მქონდა, რომ წელს 2026 წელი არის პანამიდან დაბრუნების და საქართველოში დაფუძნების წელი. აქედან გამომდინარე ეს პატარა მიკრო დედლაინი, რომ 10 და თავიდან კი არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ მე ვერ მოვიტყუები დიდად. მინერვილია მშვენივრად ვისვენებ პანამაში. ეხლა მოდი გავაგზავნოთ ავტორის კითხვა. ადამიანების უმეტესობა სჯერა, რომ მათი მომავალი მოულოდნელი არ აღმოჩნდება, რომ მათ იციან ყველაფრის წინასწარ მოფიქრება და გეგმების დაწყობა. როგორც წესი, ისინი ცდებიან, სინამდვილეში საკუთარი სურვილების მონები არიან და იმ წარმოსახვითი მომავლის, რომელზეც ისინი ოცნებობენ. მათი გეგმები ბუნდოვანია, დამყარებული მათ ფანტაზიაზე და არა რეალობაზე. ალბათ ფიქრობენ, რომ ყველაფერი გაითვალისწინეს და გათვალეს, მაგრამ სინამდვილეში ისინი უბრალოდ ოცნებობენ საქმის ბედნიერ დასასრულზე. სურვილის ასრულება ისე ძლიერად სურთ, რომ ამ გზნობით თავს იტყუებენ და აქ გამახსენდა ძალიან ტენდენციური ახლა მიმართულება სამყაროზე გადანდობილი მანიფესტაციის. ჩემთვის ეს არის რაღაცა ჩემთვის არის ტყვილი და ადამიანების მოტყუება. მანიფესტაცია არის ზუსტად ცხოვრების დიზაინის შედგენა. იცოდე ცხოვრებისგან რა გინდა დეტალურად და ამ დეტალებს მიყვებოდე და მოქმედებდე. მანიფესტაცია არის ტვინის პლასტიურობის გამოყენება, ახალი ნეირონული კავშირების შექმნა ტვინში, რომ ადრე რაზეც არ ვფოკუსირდებოდით, იმაზე ვფოკუსირდეთ და გავაკეთეთ. არ არის ეს რაღაცა სურვილის ჩაფიქრება და აღთენა. ეს არის ინფანტილური დამოკიდებულება, რომელსაც ავტორიც აღწერს. გააკეთეთ თქვენი ცხოვრების დიზაინი, თუ გნებავთ 5 წელზე, თუ გნებავთ 10 წელზე, დაინახეთ სიცხადე შემოიტანეთ თქვენს ცხოვრებაში რა გინდათ და სად მიდიხართ იმისთვის, რომ იქ მიხვიდეთ და იქამდე მისასვლელი ნაბიჯები განსაზღვრეთ. და ამას არ ვამბობ რაღაცა მასწავლებლის ან დამრიგებლის პოზიციიდან. როგორც კი ესე დავიწყე ცხოვრება და ცხოვრებას უთხარი, სიცოცხლეს უთხარი, რომ მეც ვარ პასუხისმგებელი ჩემს გადაწყვეტილებებზე, დამითმო სივრცე და კომბინირებულად ვმოქმედებ. გვაქვს კოლაბორაცია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი არის დალხენილი და ვაუ, სუპერ რაღაცა, ესე ვთქვათ, საჩუქრები მეცემა თავზე, თუმცა სამყაროსგან ძალიან ბევრ საჩუქარს ვიღებ ზუსტად იმიტომ, რომ ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს ცხოვრებაზე და ამიტომ თქვენც გირჩევთ, რომ იგივე გააკეთოთ. რაც შეეხება ავტორს, ესეთი ჩანაწერია და ძალიან შემეხმიანა, როდესაც პარიზის გარეთ სამეფო კარმა მანევრირების მნიშვნელოვნად მეტი თავისუფლება მოიპოვა. აქ რაზეა საუბარი, როცა ლუი მე-14-მ გადაწყვიტა, რომ მისი სამეფო კარი გადაეტანა პარიზის გარეთ ვერსალში. და წერია, რომ ადამიანების შეცდომების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ისაა, რომ ეშინიათ იმ საფრთხისო, რომელიც ამ წუთში არსებობს და საკმარისად არ ეშინიათ იმის, რომელიც მომავალში მოელით, ან რომელიც ახლოსაა, რომელიც შორს არის დიდად არ აღელვებ და ამაზე გამახსენდა, როდესაც საქართველოში პარლამენტი გადაიტანეს ქუთაისში, ხო? ვითომ ქუთაისის განვითარების მიზნით. არა და შეიძლებოდა, რომ ქუთაისი მაგალითად თავის ისტორიულ, ესე ვთქვათ, სახეს დაბრუნებოდა, რაც არის სწავლის მექა და მედინა, საუნივერსიტეტო ქალაქი, წარმოების ქალაქი და ჩვენ პარლამენტი გადავიტანეთ იმისთვის, ზუსტად რომ ადამიანებისთვის მოეშორებინათ ეს უნებლიე საფრთხის შეგრძნება. თუ კი რამდენიმე ნაბიჯით წინ ხედავთ, დაგეგმეთ თქვენი სვლები ბოლომდე და აღარ დაგტანჯავთ საზრუნავი ან ტოლვა იმპროვიზაციისკენ. ხედვის სიცხადე მოგიხსნით
შფოთვას და გაურკვევლობას, მრავალი წარუმატებლობის ორ ძირითად მიზეზს. ისწავლეთ ფინალის დანახვა და იმედგაცრუებული არ დარჩებით და ამაზე დავამატებდი, რომ ფინალის დანახვასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ფინალით ტკბობა და თუ გვინდა რომ ფინალი შევცვალოთ, ავტორის და ჩემი რეკომენდაციაც იქნება, რომ ახალი დაიწყო და არა ის, რომ არსებული ფინალი გადააკეთო, იმიტომ რომ ეს დაიწყებს მის სტრუქტურულ ღვევას და რაცაც მიაღწიათ, ეგეც ვერ, ესე ვთქვათ, ვერ შეგრჩებათ და სხვათა შორის მიღწევა ბევრად მარტივია, ვიდრე შენარჩუნება, არა მარტო ფულის, სტატუსის, ურთიერთობის, ანუ მიღწევა, გაცნობა, სადღაც მოხვედრა არის მარტივი, მაგრამ ამ ურთიერთობის, ესე ვთქვათ, აყვავება, გახარება და შენარჩუნება, აღარ ვიცი მიკროფონი დავიჭირა თუ თმა გავისწორო, არის ყოველთვის უფრო რთული, ამიტომ საჭიროა ვხედავდეთ ფინალს. საპირისპირო მოსაზრება. სტრატეგებმა კარგად იციან, რომ გეგმა უნდა შეიცავდეს ალტერნატიულ ვარიანტებს და იყოს მოქნილი. თუ ძალიან ხართ მიბმული თქვენს გეგმაზე, ვერ შეძლებთ უეცა რეაგირებას ბედის გადახვევებზე. მოვლენების მომავალი განვითარების ვარიანტების შესწავლისა და მიზნის ამორჩევისას უნდა იფიქროთ ალტერნატიულ ვარიანტებზე და მოემზადოთ საჭიროების შემთხვევაში მიზნისკენ სხვაგვარად. გვერდით ბილიკზე სვლისთვის. აი ეს არის ათლეტების, ესე ვთქვათ, კოდექსი. აი ავიღოთ, არ ვიცი, ილია თოფურია, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ნუ არ ვიცი, აი ტოპ ათლეტები ვინც არიან და არა სპორტსმენები. ჯერ პირველ რიგში სწავლობენ მეტოქის სტრატეგიას, მერე აკეთებენ მრავალ დაშვებას და ამ მრავალი დაშვებისთვის ემზადებიან და პლუს თითქმის ყველა არსებული სცენარი, რომ არის გავლილი და მომზადებულები არიან, ასევე ემზადებიან არარსებული სცენარებისთვის, რომ ყველა შესაძლო სცენარი ქონდეთ გავლილი, გავარჯიშებული, რატომ? რომ გაიმარტივონ ფინალში გასვლა. მოგება, ხო? და სხვათა შორის ესეც არის ძალიან სტოიკის მიდგომა, რომ სტოიკი მზად არის ყველაფერი მიიღოს და ყველაფერი დაკარგოს და ამით ის არ გაუბედურდება, იმიტომ რომ მისი არსი არ არის მოგება წაგებასა და ქონა არ ქონას შორის. არამედ მისი არსი არის ის, რომ არის, შეუძლია თავიდან დაწყება, შეუძლია გაგრძელება. და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყოდი, რომ ჩვენ ყველაფერი გვინდა სწრაფად, ჩვენში მათ შორის გულისხმობ მე, განსაკუთრებით ქართველებს, იმიტომ რომ ჩვენი იდენტობა არის ესეთი, რომ ხვალინდელი დღე იქნება თუ არ იქნება, არ ვიცით, მაგრამ დაგამშვიდებთ, ჩემი აზრით, ქართველების ხვალინდელი დღე სულ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის უნდა ვიშრომოთ, განვავითაროთ ჩვენი თავები და ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ნუ ამდენი საუკუნე თუ ვიყავით, როგორმე შემდეგი საუკუნეებიც ვიქნებით, მოდით ესე შევხედოთ და მოდი ვიზრუნოთ ჩვენ ხანგრძლივ ცხოვრებაზე, ჯანმრთელ ცხოვრებაზე და ესე კი არ ვიყოთ, რომ ამ წელს მინდა რომ ეს ამ პროფესიაში შევდგე, ან ეს ბიზნესი აყვავდეს. აი რაღაცა ესე ვიფიქროთ, რომ ყოველ წელს თუ მექნება 2x-ი, არ ვიცი, წარმატება, მომხმარებელი, სახელი, პერსონალური ბრენდის სიდიდე, ხო? მაშინ ვიქნები კმაყოფილი და აი თქვენ თვითონ დათვალეთ 30, 40, 50 წლის ჭრილში, რამდენად დიდი იქნება თქვენი ეს გეგმა. და მაგიტომ არის საჭირო, რომ მარტო აი 3, 1, 2 წლის პერსპექტივაში არ ვიფიქროთ ჩვენს გეგმებზე, ვიფიქროთ ბევრი წლის პერსპექტივაში, რომ ეს ყველაფერი ერთად რაც გვინდა ერთ წელში გადავანაწილოთ ამ წლებზე და საბოლოო ჯამში უკეთეს შედეგზე გავიდეთ. სულ ეს არის დღევანდელი განხილვა. გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ 21 კანონს. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ნახეთ ეს ეპიზოდი და კომენტარებში დამიწერეთ, თუ მოგეწონათ ესეთი ხედით ჩაწერილი ეპიზოდი. მადლობა დროებით.